მადლობთ. ესე იგი, მოკლედ, მე მგონი უკვე მიცნობთ, მე ვარ ია და მიყვარს YouTube-ზე წიგნების და სპექტაკლებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის. წიგნებს განვიხილავ და 1-2 სპექტაკლიც მაქვს თქვენთვის გაზიარებული, ნუ 3 სპექტაკლი მოკლედ. სამში მე მონაწილეობ და ნუ მიცნობდეთ, იმიტომ რომ ამავალი ვარსკვლავი ვარ, მომავალი. დღეს მექნება ცოტა განსხვავებული ვიდეო YouTube-ზე. იმიტომ რომ დღეს ჩემი არეული უნდა დავალაგო. ნამდვილად არ არის ლამაზ დასანახი და არც ესთეტიური არ არის. ნუ უბრალოდ კედელი პირი მოწოს და მაგრამ ოთახი უნდა დავალაგებინოთ და 1-2 სასაუბრო თემაც მე მგონი მაქვს, იმიტომ რომ გარეთ რო გავიხედოთ. როგორი ეს არის, ნუ ცუდი ამინდი, ნუ ვიღაცისთვის ცუდი, ვიღაცთვის ძალიან კაი. ახლა უფრო კაი არის მე მგონი. ხო? აი ასე მოწოს. აი ესე ახალი ამგარი ვარ. კაი ხო მისვატყობ ერთი 3-4 საათის წინ ავდექი და 4 საათი მე მგონი ასე არის ეს ოთახი. ხო ნუ ძალიან პუწკული ვარ, დღეს მიწევს სკოლის გაცდენა, იმიტომ რომ ავად ვარ. გარეთ დეკემბერია, ცივა. გვიშინ წვიმდა, დღემდე ახლაც არის მინაზე წყლის ისინი ნიშნები, ნაწვიმარი არის და ოთახი მაქვს ასე ჩაბნელებული და მისალაგებელი. ასე რომ რა ვიცი. ნუ ეს ორი სულამოც თან მიახლება, იმიტომ ძალიან მიყვარს ესენი. დავიწყოთ რისთვის აქ შევიკრიბეთ. ანუ ჩემთვის ძალიან ეტყობა რომ დეკემბერია, ხო? აქ კიდე ნახსოვი რაღაც მოცვია. ვის აინტერესებს, საერთოდ ვის რას აინტერესებს ია. საერთოდ როდესაც იქ ნახე რომ YouTube-ზე ნახე რომ სკროლავდი, ერთი გოგო ალაგებდა ოთახს და ძალიან მომეწონა. მე რეგა დავედი ჩემს YouTube-ზე და რომ ნახე, აუ მეც მაქვს YouTube-ის გვერდი და მეც ვიდეო ვიდეოებს და რა კაია. აი ახლა იმასაც განახეთ. ამ წელს რას ვკითხულობ? ეს არის ირლანდიური წიგნია. ვითომ ქართველია რა და არ ვიცი ქართულს საუბარი, იმიტომ რომ not my bad. ლუის კენედის შეცოდებანი ძალიან მეოცნებოდა ეს წიგნი, ანუ ოცნებად ქონდა ვიზუალის გამო და ვიზუალურად შემაფასე მომეწონა წიგნი ადით. ამიტომ ნუ შეგონება რომ ადით არ უნდა გავსაჯოთ რომ წიგნი ყოფილა მართალი. ასეთი ულამაზესი ხო არის, სადაც ივლისში მქონდა ჩაგდებული დასკრინული ეს და შენახული მქონია, რაღაც მახსოვდა. მე რაღაც ნაკლები იყო ფასდაკლება და 50 ლარი 10 წიგნის სანაცვლოდ რაღაცა და მოკლედ გამოდის რომ 10 ლარად ვიყიდე, რაღაცა 16 ლარი როგორც რეალურად 10 ლარიანი წიგნი არის. არ მომეწონა, საათ საშუაში დავრჩი, იმიტომ რომ ვეღარ ვკითხულობ, ფიზიკურად ვეღარ ვაგზავნებ და მიდევს, რომ თუ რამე აი ავიღო, წავიკითხო, ძილისპირულად საწოლთან მიდევს. და თქვენ ვისაც გაქვთ წაკითხული, გეხვერძებით მითხარით, ანუ ღირს წაკითხოთ? თუ არ ღირს მითხარით, რაღაცას ვიზავ. მაგრამ მე მაგნერი ადამიანი ვარ, თუ რაღაც მაგ დაწყილი, ბოლომდე უნდა მივიყვანო და უნდა დავამთავრო. ასეთი იყო ერთი წიგნი, მეცადე არ მინდოდა წიგნებზე მელაპარაკა დღეს, მაგრამ ნუ რაღაც თემა მოიტანა. ეს წიგნი იყო, ესე იგი, კასანდრას კომპლექსი, რომელიც 1-400 გვერდიანი მაინც არის, ეს კოდი ძალიან გვინდა. ხო და რას ვამბობ, რომ რაღაცა მომეწონა და ჩანახატები გავაკეთე. არ მჯერა. სადაც წიგნის ბოლოში გავაკეთე ჩანახატები და ის შევინახე, რომ დიდად ანუ არც მომეწონა, არც რამე კაი, ცოტა მასეთ გავიხდი. საერთოდ მჭირდებოდა აი ჩავიცვეთქი. Clean girls vibe დავტოვოდა, მაგრამ კიდი ახალს ახლა მე რა გამოვიყურები, იმიტომ რომ მე კიდია ისინი და მასაც კიდი ვარ მე.
საქმე. ნუ ეს მეკეთებინებინოთ. ცალკე ეს ორი ბეჭედი ვიპოვე. ჩემო ხშირ აღარ ვიპოვე, იმიტომ რომ სრული ის მაქვს მოწყობილი. მუზეუმი. ეს არის ის ადგილი. ნუ ეგ მან მიწვროთო, იმიტომ ეს მე დავხატე მე ამა ება. და ჩემი წიგნებია სასკოლო და ისე. აქეთ ნაგავი არის და ჩემი ალოე ვერა. ჩემი ალოე ვერა ხომ უნდა განახოთ. ეს როგორი ესთეტიური არის ზოგადად ეს ნამოები და ნუ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში იმას განახებთ. საწყოლი მივალაგე. ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემო მეგობარნო. კიდევ უნდა მეთქვა რაღაცა. ჩაის მოვიტან, დავჭდები და ვიჭორავთ, იმიტომ რომ ой, ჩართული მოგ. კაი. ესე იგი, მოვიტანე ლიმონიანი ჩაი, ცივი ჩაი. მოვიტანე ქიშმიში. რატო არ ვიცი. მოკლედ ესე იგი, საჭიროა მაქვს. ესე იგი, რამდენიმე დღეს წინ გადავწყვიტე გადავდგი ნაბიჯი, რომელიც, ნუ 112 წლის იასთვის რო გეთქვათ, არ დაიჯერებდა რა. მოკლედ წავშალე TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი. Instagram-ის მოყვარული ვარ, დიდი ხანი ვიყენებდი, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მეგობარმა გადმოწერია TikTok-ი. იმის გამო, ნუ ბევრი რამე ისეთი ისაა საჭმელი, რომელშიც დედაჩემი და ჩემი ოჯახის წევრები შაქარს აყრიან და მე ხო წითელი კვერცხი არ ვარ დავიწუნო მათგაკეთებული, ვაიმე მე ამავე შევჭამ შაქარია. ამიტომ როცა ვცდილობ რომ მე გავაკეთო საჭმელი, იქ არც მარილია, არც ზეთი და არც კარაკი და არც შაქარი. რა უბედურება ამდენი რამე კაცო, საჭმელია თუ ქიმიური ნაერთი. No, so I'm so calm and no, I'm not down. ისე მივეჩვია უბრალოდ ლიმონიანი ჩაის დალევას, რომ ძალიან მე ანუ მეკარგება და კარი არის. არ ჭირდება იმ შაქარი და ეს უბედურება. მოკლედ რას ვამბობდი, რომ არ TikTok-ი მაქვს, არც Instagram-ი მაქვს, არც Facebook-ი მაქვს, ერთი დავტოვე Messenger-ი, WhatsApp-ი და მაგალითად მოწერო აპები, რომ ვაი და ვინმეს დავჭირდე, ან აქეთ დამჭირდეს ვინმე, ხომ და გავაგზავნოს მესიჯი. აუ ერთხელ და მოგიყვეთ არა მაგარი ისტორია რა. ვისაც აგეზერებათ მისმინეთ ხალხმა ჯამათ, რომ მოკლედ სპექტაკლის დღე არის, უკვე პრემიერა არის, პირველი და უკანასკნელი მე მგონი ეს აღარ დაიდგმება მეორე სპექტაკლი ქუთაისში. ნუ ქუთაისში არ დაიდგმება დარწმუნებული ვარ რა და მე რო ვიყავი შიგნით სხვა ვაიბი ქონდა. მე უკანასკნელი და მე შიგნით არ ვიქნები ესე იგი 0% ამის რომ ეს იქნება, ანუ მეორედ ისეთი გამიორდება რა. ნუ 0. მოკლედ სპექტაკლის დღე არის და მე არ ვიცი რანაირად, მაგრამ დავკარგე რეკვიზიტი. 3 ევროს ხარ გავუკეთებ, ასე მგონია სხვა არ გამიკეთებს და რაღაცა კარმული ის მაქვს რომ ვერც კი გავიაზრებ რომ სხვა შევძლებ იმაკეთებს, მაგრამ ნუ აკეთებენ ასეთ რაღაცებს. მესამე ფაქტორიც იგივე და დღეს მე უნდა განვიხილო თეთრი ღამეები. ეფიცებით არ მქონდა გაგეგმილი რომ წიგნებს განვიხილავდი, მაგრამ ეს ძალიან მოკლედ და ბავშვურად უნდა განვიხილო. ჩემი სახელი გორე მიწერია იანსო და კაცი. სხვათა შორის, ამ წიგნში რამდენიმე სახელი არის გამოყენებული, მაგრამ ვერ ხვდებით ვინ არის ავტორი. ოი, მე ის ადამიანები რეკვიზიტის ამბავი. ხო, რეკვიზიტის ამბავი. ამას სხვა წერია კოფი. კოფეინი და კოფეინს რაღაცები ახატი მაგრამ ლიმონია. ამიტომ რასაც ხედავთ და რასაც ყველაფერს არ დავუჯეროთ, იმიტომ რომ ახლა მართლა ლიმონიანი ესაა ჩაი. ლიმონიანი წყალი არის ზოგადად. იმიტომ კოფე აწერია, მაგრამ ეს ავა არ არის. რასაც ხედავთ ყოველთვის რეალური არ არის. აუ როგორი ფილოსოფიურია. ეს ძალიან ესთეტიურად ფილმში რო არის, მეოცნებასავით. მე და კარგი ვიდეო გამოვა. უცებ დავამთავრე რომ მე თავიდან მიყურე რა დავწერე. მოკლედ ხო და ამ რეკვიზიტთან დაკავშირებით და სპექტაკლთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ რომ სპექტაკლზე ვამბობ, გადადით შეგვერდზე. და მე მგონი ეს ვიდეო არა და ამის ქვევით რაც იქნება, ეგ იქნება ეგ ვიდეო სპექტაკლთან დაკავშირებით. ადეი თეატრ მიწერია თუ რაღაცა ინგლისურად. მე ხო ძალიან ინგლისურის მოყვარული ადამიანი ვარ. ქართულად ვერ ვლაპარაკობ, ინგლისურად რა ვქვა. ხო და ესე რა უნდა გითხრა. ძალიან ნაცნობი ადამიანები ვართ ახლა და მხოლობითში ვილაპარაკები მაგრამ. მივიდივარ ამ რეკვიზიტის გამოსატანა და ჯერ ისეთი მაღაზია არის რომ ვერ ვიპოვე. ვერ ვიპოვე, ფიზიკურად ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ რატო წავიდე? აქვს სწავლობ, აქვს ცხოვრობ და სხვა ანუ ფიზიკურად რატო წავიდე და მე და ერთ ქალთან რომ ორი ქალი არის ახლა და მინდა რომ დამეხმარო იმიტომ ქუჩას ვერ ვპოვლებ. რეკვიზიტს საიდან გამოვიტანო, იმიტომ რომ უკვე ირეკება ის დრო ტვინში რომ სპექტაკლზე მაგვიანდება და ცალკე ხო რეპეტიციები მინდა მე ახლა ცოტა ვარ. საწყალი გოგო. მე არ დამიჯერე ხომ რა საწყალი ვინ არა ვარ. ხო და ვილაპარაკები რომ ეს და ეს ქუჩა თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ და სად არის მითხრათ და გადახედეს ერთმანეთს და უცხოელები ყოფილან. ტურისტს ვკითხე საკუთარ ქალაქში სად იყო ის კონკრეტული ქუჩა რომ რეკვიზიტი გამომეტანა. It's so bad for me. Yeah, like no. მოდი ახლა რას ვიცი, პოდკასტს მოხდა, ასე ძალიან კაი არის, ხო და? პირველი დეირუტინი მაქვს YouTube-ზე. ბავშვობაში ყოველთვის მოცნებობდი რომ ქონოდა საკუთარი YouTube-ი, როგორც თაკოსაზინას, ჰიტას, რა ვიცი, მუსიკერა, ანუ რა ვიცი, სიპეროსნაირი YouTube-ი მე არ მინდა, მაგრამ ბათ. აუ, ქიშმიში ჩაატარდა, ქიშმიში გამოჩნდა. თუ არ ჩუ. ქართა მივედი, მე მეორე ადამიანი გავაჩერე და ჯერ ვკითხე, ქართველი ბრძანდებით? ჯორჯია, ხო და? რაღაცა მიყურებს და დიახ, ხო, ქართველი ვარო და
გამიყვანა მე მეორე შემთხვევით მგზავრმა იმ ქუჩაზე გამოვიტანე რეკვიზიტი, წავედი სპექტაკლზე, არ მოეწონა რეჟისორს ეს რეკვიზიტი, არც მე მომეწონა რეკვიზიტი, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვი, იმიტომ რომ მაინც ნათხოვარი იყო ნაკირავები. კიდე რა მოხდა? ნუ აი არაფერი რა, იმიტომ რომ ამ მორალი რა იყო? მეორე მორალი რა არის, იცით რომ არ უნდა, მოკლედ პირველი მორალი არის ის, რომ საკუთარ თავთან უნდა შეგეძლოს პასუხისმგებლობის აღება. თვითკრიტიკა ხომ შემიძლია, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არ შემიძლია საკუთარ თავთან დაკავშირებით. ეს რო სხვას ეხებოდეს, ყოველ 5 წუთში შევახსენებდი. არ დარჩეს რეკვიზიტი. არ დაკარგო რეკვიზიტი. მე ხო მე ვარ ახლა, ნუ მეორე მორალი არის ის, რომ არ გააჩეროთ არასდროს ტურისტი ქუჩაში. იმ ქუჩაში, იმ ქალაქში, რომელიც მოქალაქეც თქვენ ხართ, იმიტომ რომ ქუთაისელი რომ მივა ვიღაც ინდოელ ტურისტთან თუ რუსთან და უკაცრავად სად არის ის ქუჩაო, თუ მიმასწავლითო, თუ შეიძლება ის რო გეტყვის, no Georgia novo. Yes English-ო და შენ დებლივით უკაცრავად არ ვიცოდიო. აი ეს არის სიდებილეთ სიკრინჯი, მე მეკრინჯება მაგარი ადამიანი. ნუ მე ვარ ამდენი ადამიანი, ანუ საკუთარ თავთან. აი მე ორსას მე გამიხარია. აი არ შემიძლია უყურეთ. არ სწოვანი კი ვარ, მაგრამ ცხოვრებამ გავსტრესა და თარაგით ფიოდორ დოსტოევსკის რომანს რო კითხულობ ნასტენკას ციფრელებზე და იმ ბიჭის ანთებულ გულზე რთული არის მე წახვიდე მე-11 კლასში დაჯდე პირველ დაკვეთილზე ისე და თამასწორებმა პლუს კურსასწავლები არ გაგაკეთებიოს იმის გამო რომ უხერხულია წინზე ხარ თუ ასე და მუსიკას არ მასმენინებ იმის გამო წინზე ვარ გათავშდები უკან აგერ ჩემი პასუხი მასწავლებელი მუსიკა ჩაერთო გამოვთავ ახლა ამას რანერე ჩაერთო და სხვა მოკლედ რაც შეეხება თეთრ ღამეებს თან ძალიან მომწონს ეს ფუშფუშა აგეთას წიგნებს აქ თან კიდე ამნაირი რაღაცები ნახეთ რა პატარა არის არ მოგატყუებთ და წავიკითხე რამდენ დღეში იცი დღე და ნახევარი დამჭირდა ანუ 24 საათი და კიდე ცალკე ხო ნუ დღე ნახევარი გამოდის ამ გოგოს სახელი ნასტენკას სახელი უბრალოდ რა საყვარელი ნახეთ რა ნასტენკას სახელი თავარი გმირის გულის სატრფო სახელი არის ნახსენები 169 ჯერ ჩავთვალე აბსოლუტურად ყველა ნასტენკასაც სიტყვა ნასტენკა უბრალოდ ნახსენები იყო ამოვიწერე და 169 დოსტოევსკი ძალიან უეჭველი რაღაც ვაწუხებდა თორე დამგვალებდა იმიტომ 170 უფრო დაამახსოვრდება ადამიანს 169 მე მგონი 169 იმიტომ რომ სიტყვა უბრალოდ 69 არის ძალიან უნიკალური 169 და ზოგადად 69 არის ძალიან უნიკალური და დასამახსოვრებელი ასე რომ არ გამიჭირდა ამით დასამახსოვრება დამახსოვრება გაფორმება ძალიან უკრანო არის მაგრამ ფიოდორ შეესაბამება ხო ფიოდორი ქვია ხო ფიოდორი ნუ მე თეოდორი მახსოვდა თეოდორს გვეძახობდი თუ ტოლსტოის ქვია თეოდორი მე რა რუსი კლასიკოსი ბულგაკოვის რამდენიმე წიგნი მაქვს ბულგაკოვი კიდევ ვისი მაქვს ვიღაც ბევრი რუსის კლასიკური წიგნი მაქვს მაგრამ არ მახსოვს მე სახელი ფიზიკურად არ მახსოვს ვალამაზე თქვენ რო იცოდეთ ავტო ქუთაისი არის the best bitch რაღაცნაირია ეს არის ქუთაისის ვაკე ჩემთვის იმიტომ რომ ანუ აი გარეუბანი ნუ რა ვიცი ჩვენ გვიყვარს ხოლმე რომ ვიტყვით ქალაქში მივდივარ იმიტომ რომ ეს დგება თვეში ორჯერ მივდივართ ქალაქში და რეალურად ბაზრობაზე მივდივართ რომ რამე კაი ვეედოთ ეს ქალაქში მაქვს ნაყიდი თუ არა ეგ გამოწერილი მაქვს და ის უკარო აკრია გადავაკარე იმას საწოლს ეს არის ბაზრობაზე ნაყიდი სადაც მიწის ქვეშ შევედი მაღაზია არის და იქ ვიგე უცებულ თეატრის დოინდროინდელია მაშინ თეატრში რომ დავდიოდი მაშინ მიყვარდა ამის გამოყენება და ორი სამუდრო როგორი ციტრუსის სუნია ვისასწრია ეს უნამო და მე ასე წურბელას ავიდექი რომ ვაიმე ია არ თქვან ახლა ია სასწრია უკვე მე ჩანს ია არ თქვანო რა რომ ია სასწრია ქსუნამო მაგრამ ანუ იმდენ მიყვარდა რომ არავის არ მეუბნები ამის სახელს გვარ წარმოშებას მშობლების იმას სახელებს იმიტომ რომ მე სხვასაც ეკნება ეს იმდენ არ ვარგა ამის გამოყენება რო არ მინდოდა ამის დახარჯვა ამით ვიმაშველოდი რა ვიცვლიდი ნარკოტიკებითა ჩემს ძალიან მიყვარს ეს სურნელი ვალენტინობისას საახალწლოდ ვინმეს რამე ჩუქება თუ გინდათ ეს მიპოვეთ, იმიტომ მე ვეღარ პოულობ. ამ ორსუნამოს ვეღარ პოულობ ფიზიკურად. აღარც ონლაინ არის, აღარც ფიზიკურად მაღაზიაში რომ შევიდივარ, აღარ მხვდება. ვეღარ მხვდება. აუ ძალიან ისო. ესთეტიურია. გეტყვით რომელი საათია? 2:40 წუთია და უბრალოდ გარეთ როგორ ნელასავით ნახეთ. აგერ განახებთ ჩემს ალოეს, მე და შოქი აბწიო. აი, ჩემი ალოე ბერა. ძალიან მიყვარს. უი, გამფუჭდა ფოთოლი. რა ვიშევს? ის არ მოსვლია. ეს არა. და დავაბნელოთ. მე ChatGPT აღარ მომწონს. ნუ მოკლედ ახლა სამწაობოში კვეთას ველოდებით, ანუ YouTube-ის ვლოგიც მოიხოდა იმის გამო, რომ რაღაც TikTok-ი მაქვს, რაღაც Instagram და რაღაც Facebook-ი და მე მგონი უბრალოდ გავქრი ვირტუალური მეგობრების ცხოვრებიდან და სამყაროდან. ჩემი სამყარო შექმნის რომ მოვიდა. ხალხო და ჯამათნო, მოგესალმებით. მე როგორც YouTuber-ი ია. აკადე ყველას უგნებოდი რომ იამზე მქვია თქო და იამზე დამიძახეთ თქო და სო დაამთავრდა ეს რა აღარა ვარ იამზე მე ვარ ია მინდრის ყვავილია აუ უნდა ვიმღერო ია მინდრის ყვავილია ლა 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 ლა
გამოიცანთ რომელი პროფესიის ადამიანი მინდა რომ გავხდე? არა, ფილოლოგი არა. იმიტომ წინებს თუ ხედავთ გონიათ რომ ფილოლოგობა მინდა ცდებით. მე მინდა ფსიქოლოგობა. psychology. ძალიან საინტერესო თემა არის ზოგადად შაშან ავი ერთი 14-15 წლის გოგო მაინტერესებდა dark psychology და ადამიანებო გეტყვით რომ ხალხის კონტროლი და მაგარი რაღაცები სისულელია ადამიანს ვერ გააკონტროლებ. თუ დაიყო რაღაცა ნელი ძალების მქონე dark ვანი რა და არ გინდათ. გადადით ლაიქზე. იმიტომ რომ dark-ი აი ასე ვიყავი, აი ასე. ელანდე ამომივიდა, ყალში ამომივიდა dark-ი. dark psychology, ამას მარტო ფსიქოლოგები მიხვდებით. Oh my god. მე არ ვწრობ იმას მანიპულაციას ამით, რომ თუ კი ჩემს კუთვნილ ცხოვრებაში ეს რამეში დამეხმარება, რატომაც არა. ხო, იმიტომ ჩემს ცხოვრება მე ვწერ. წიგნს რატომ აქვს ბოლოში ცარიელი გვერდები ვინმე მეტყვის, იმიტომ რომ არასდროს არაფერი არ სრულდება ბოლომდე. არა, ამათ არ აქვს ცარიელი გვერდები. არა, სხვა წიგნებს აქვს ცარიელი გვერდები. იმიტომ რომ შენ თუ რაღაც არ მოგწონს ხო წიგნის დასასრული არ მოგწონს, შენ გააგრძელო. აი, ფანქარი დაწერე რა შენ დასასრული. იგივენაირად შენი ცხოვრება რა, რაღაც რო არ მოგწონს შენ თავში. შენი ცხოვრება, ანუ გინდა ამუშავებ შენ თავს რაღაცნაირად რომ კაი, კარგი იყო, რაღაც იდეალური იყო. კაი, ნუ გააკეთე შენ თავთან დაკავშირებით ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად მუშაობ შენ თავზე, მაგრამ არ არის შენი ცხოვრება ისეთი როგორიც გინდა. ხვდები რომ უნდა დაიმსახურო რაღაცა, მაგრამ არც დამსახურებულად, არც დამსახურებლად ეს შენამდე არ მოდის, ხო? აქ მე ასტროლოგიაზე რაღაც ჩაკრებს არ მაქვს საუბარი. ხო, რაღაც რო გინდა, манипуляცია უნდა შეგეძლოს. შენ თავის კი არ ხო, შენ და გამომდინარე. შენ უნდა გამომდიოდეს ეს манипуляცია. სხვადასხვა ნუ, რაღაცები, რასაც მართლა გულიდან გინდა, გსურს, ესწრაფები და ვიზუალიზაციას ახდე შეგონებაში. მაგალითად, ანუ მინდოდა აი ბავშვობიდან მახსოვე კიდევაც რომ მინდოდა იუთუბერობა და მინდოდა ჩემი ცალკე არხი მქონოდა და მე ეს გამომივიდა, იმიტომ ფაქტია, დღეს ახლა ამ წამს 12 დეკემბერს ვწერ ჩემს ვლოგს. გარეთ ქარი არის, ტოტები მოშიშვლებული არის, კარალიოკის და ხურმის ხედ გას აგერ და უბრალოდ ძალიან მაგარი არის, რომ რაც გინდა წარმოიდგენ ვიზუალიზაციას ახდენ შენ თავში, ვიზუალურად წარმოიდგენ სიმულაციას ახდენ. სტიმული აქვს ადამიანს, შენი გონების სტიმული, მაგრამ ეს სტიმული არ უნდა დააგდო. რომ ანუ რომ წარმოიდგენ მე უკვე მაქვს, მე შევძელი და რომ გაახრე თვალებს არაფერი არ არის გაკეთებული. აი, მაშინ უნდა ადგე, უბრალოდ უნდა ადგე და უნდა დაიწყო ერთი სიტყვა მაინც უნდა დაწერო. როულში რაღაც დახვიდე გარეთ და ეს უკვე სოციალურად უნდა სოციალიზაცია გეხმარება ადამიანს რაღაცების მიღწევაში. მე თეატრში არ მევლო, მე რო წიგნების კითხვა არ დამეწყო, სხვადასხვა წიგნების კითხვა თავისი ის რომ ერთი კლასელი მყავს, რომელიც ნუ მუდამ წიგნებს ატარებს და ზოგჯერ მგონია რომ გადამეტებული არის, რომ ვინმე მიფიქროს რომ ამაგან კითხველი გოგო არის, იმიტომ რომ ზოგჯერ უბრალოდ ატარებს წიგნს და არ კითხულობს. ნუ ან ისეთ მოულოდნელ სიტუაციებში იცის ამოღება წიგნის, რომ ცოტა მიკვრის, რომ ახლა კონტექსტი არ არის, მაგით წიგნი წაიკითხო, რა სერიოზული სიტუაცია არის, მაგრამ მაშინ იმ დროში ასე ვფიქრობდი ამ გოგოზე. და მეთქი, მე ვიზე ნაკლები ვარ, მოდი მე წავიკითხე წიგნებს. იმიტომ კითხვა შემიძლია, თვალს არ მაკლია, სათვალე არ მჭირდება და მოდი, ანუ რა მიშლის ხარს. დავიწყე კითხვა და მე მგონი ფაქტის ახაზე არის, აქაც მინდებს. ჩემი ბიბლიოთეკა შევქმნი იმის გამო, რომ მე რატო არ უნდა შემეძლოს? მე შემეძლია, მაგრამ არ ვაკეთებ. ეს იყო მორალი. ახლა არ გამოგვადგება სიტყვა ის წინადადება მიზანი ამართლებს საშუალებას, იმიტომ არანაირი საშუალება მიზანი მე არ მქონია. მიზანი არც მქონია, მაგათ დაკავშირებით უბრალოდ მაინტერესებდა ეს გოგო რა სიამოვნებას ეგულებდა ჩემი კლასელი ამ წიგნების კითხვით და მართლა ღირდა თუ არა, ეს ამხელო ტონობით წიგნი გეტარებინა ზურგ ჩანთით, რომ ან ყველა სიტუაციაში შეგეცვლებოდა რომ ამოგიღო და დაგენახებინა შენი თავისთვის, რომ ნუ მე არ მაინტერესებს ეს გარე სიტუაცია, მე მაქვს ჩემი საყვარო და კასანდრას კომპლექსი რო კითხულობდი სხვათა შორის. არა, მოიცადე, ეგ ლუის კენედია, კასანდრას კომპლექსი აქვს. მართლა ისე დამემართა, რომ არ მაინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა, რომ მაინტერესებდა ეს კასანდრა რას გაკეთებდა ბოლოს. ეს გოგოს სხვათა შორის როგორც ილუსტრაცია გვეუბნება დროში მოგზაური არის, თვალებს დახუჭავს, წარმოიდგინეს ახლა ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა სიტუაციას და ბრუნდება ზუსტად იმ დროში, რომელსაც წარმოიდგენს და იმდენ დამაინტერესა ეს დებილი გოგო რას აკეთებდა, რომ ჩემს ცხოვრებას მომწყდი. ხო, ნუ არის ბევრი რაღაცა, რაც იყო დრო რომ არ წარმოვიდგინე თეატრში ჩემი თავი, იმიტომ რომ მე მინდოდა ეკრანზე მსახიობობა. პატარა ასაკიდან დიდად გამიჯდა თავში რომ მე მომწონს ორი რამ, წვანე ფერი და მსახიობობა, იმიტომ რომ მეგონა მსახიობ თუ გავხდებოდი, ბიბლიოთეკ კრუიზებში, სიმპათიურ ტიპებთან ერთად იქ რაღაცა ვეფხს მოვინადირებდი, გველს დავედევნებოდი, ფანტაზიები მექნებოდა ჩემი რომ იქ რაღაც ფეხებს მივაკაპუნებდი ასე და ერთი ადგილი და მეორეში გავჩნდებოდი, აი იმის თუ იცით, არიანა გრანდე და ახლა რომ სინტია თამაშობენ Wicked თუ რაღაც დამავიწყდა სახელი ამ ფილმის, ნუ მაშინ არ იყო ეს ფილმი გამოშვებული არიანა გრანდეთი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი მე ასე 2018-19 წელს უკვე ქონდა იმის ის რომ მე გავხდები მსახიობი თქო და მეოთხე კლასში დავამთავრეთ მასწავლებლმა მოგვითხრეს რომ ვიდეო უნდა გადავიღოთ როგორი ავით თქვენ და 12 კლასს რო დავამთავრეთ როგორი გახდებითო და კითხვა იყო ასეთი რომ სად ცხოვრობს, რა გაინტერესებს, რის გაკეთება გინდა და რა გამოხვა როცა დიდი გაიზრდებიო და ეტყვით რომ სკოლიდან 90%-მა თქვა ექიმობა და პოლიციელობა. ახლა ისეთი დრო არის უეჭველი კრიპტოზე მუშაობენ და
ნუ შეიძლება ექიმები გახდნენ, ვისაც უნდა და ექიმობა გახდა ექიმი, დარწმუნებული, იმიტომ რომ იმ სკოლაში მართლა სწავლას მოწყურებული ახალგაზრდები სწავლობდნენ. მე თქვი მსახიობობა. პატარა 9-10 წლის ია თქვა, მსახიობობა მინდოდაო და მაშინ იმდენ მქონდა მეტყოლების პრობლემები, რაღაც ასოებს ვერ გამოთქვავდი, ასოგებს, რომ ამ ვიდეოს ყურება იმდენად შემცვა მე ზეიმზე რომ კედელზე გავაშუქეს, ძალიან მწონდა და ასე ვუყურებდი, რომ ვინმეს არ ეთქვა შენი მეტყოლების პრობლემა გაქვს, რა მსახიობი გამოხვალ, მაგრამ ფაქტია. ფაქტი ისაა, რომ მე შევწელი ეს. იმიტომ რომ ანუ არ დავუშვი ჩემ ცხოვრებაში, რაღაც საკუთარ ცხოვრებას დაგაშვებით, არის манипуляცია, რომ შენ რაღაცას არ უშვებ, ბოლომდე არ იმაშვები, რომ არ დავუშვა ის, რომ ჩემ რაღაც იმან დამაკომპლექსოს, შემიშალოს ხელი ჩემს ოცნებებში, მე რა რომ მეტყოლების პრობლემა მქონდა. ეს მეტყოლების პრობლემა მქონდა იმის გამო, რომ ვიყავი ბავშვი და იმდენ ლოგობეთთან მივედი, გამოგვიშვეს უკან მშობლებთან ერთად, რომ შენ არ ჭირდება მასწავლებელი, არ ჭირდება ექიმი. ახლაც მეგონი რაღაც მომენტებში მაქვს მაგრამ ეს იმიტომ რომ უბრალოდ ნერვიულობ ასე YouTube-ში არასდროს არაფერი არ მithქოს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ყოველთვის წიგნს განვიხილავ ან მე არ ვლაპარაკობ და სხვა რაღაცას ვაჩენ ახლა მთელი დღე ვზივარ აქ 1:41 წუთია და კიდე მეტი საათი იქნება გასული და ვსაუბრობ და ყელი გამომიშრა გაციებული ვარ სუნა მომენატრება უბრალოდ ან ეს სუნა მაგრამ ვერ უნდა ვიპოვო და პატარა ცოტაა დარჩენილი ეს არის 30 მილიგრამი და ზოგადად ისე ვიზოგავდი მთელი 2 წელი არ გამომიანებია მენატრება ვერ ვისხავ იმის გამო რომ გამომელევა ну депрессия არა მაქვს, მაგრამ ამის წინებზე მასწავლებელმა მკითხა რომ რა ჭირსიაო და ზოგადად რამე რომ მემართება ჩემი სკოლა მდიად მიყვარს ეს სკოლა. ყოველთვის ამჩნევი მასწავლებელი რამე თუ მემართება. ხო და ამის წინებზე მკითხა მასწავლებელმა რომ რა ჭირსიაო და მეთქი ძმაო, ეგზისტენციალური კრიზისი მაქვს. უკაცრავად. ვაიმე დედა. ეს რაღაცა პლედი არის. ჩემი წითელი თვა შენიშნეთ. ოლალა, მისტერ Oh là là, excuse me, mon ami. Oh là là, mon ami. Oh là là, oh là là. რატო გაქვე? ეს რატო გააქო, რომ პატარა ასაკში რა ეგზისტენციალური კრიზისი რატო გაქიაო და რა ვიცი მას გავიღვიძეთ ხო და რა ვიცი მას გავიღვიძეთ და უბრალოდ დავფიქრდი და ცხოვრებას აზრი არ აქვს. ძალიან ისე გამომივიდა მithom მართლა ასე იყო და ესე ვთქვი ერთი კვირის წინ. ну კამიუ როგორ სიტყოდა. ცოტა შორის კამიუ ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი წიგნიც კი არ მაქვს ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველაფერს უფრო ვკითხულობ ონლაინ სივრცეში, იმის და მიუხედავად თვალებით კი მე ტელეფონიდან კითხვის გამო. რაღაც უნდა მინდა და მე თქვა ხო აი მაგ დღეს ზუსტად ეგზისტენციალური კრიზისი რომ დამემართა და მასწავლებელმა მკითხა რა გჭირს და რაღაცა, მაშინ ვფიქრობ ზუსტად იმას, რომ ხო არ წავშალო ჩემი ისინი სოციალურ ქსელებს წავშლით ხო. ოზოგადად მოუწვიმა დაიწყო. განახო წვიმა? კიდე განახებდა პრობლემა. აუ რა მაგარია. აი იქით მეზობლის ვარ. მასწავლებელს უთხარი მეთქი მას თქვენ არ იცით როგორ მტკივა მე ყელი თქო და ხო და არ ილაპარაკობო. თან როგორ იცი? ასე რაღაცას ასწორებდა და სათვალე ეკეთე და ხო და არ ილაპარაკო. ანუ ეს იმ მომენტში რის გაკეთება მინდოდა თქვენ დარწმუნებულად გეცოდინებათ რომ ანუ ნერვებზე ავიჭერი. ჩემი საყვარელი მასწავლებელი, ჩემი ბავშვობა რომ მეტყვის რომ ნუ ლაპარაკობ თუ ყელი გკივა. თან რა მაგარია იცი რომ ამასწავლებელს ზუსტად მოანახე მეთქი მას ნახეთ მე YouTube გვერდი მაქვს. კარბატონო მასწავლებელო, ძვირფასო მასწავლებელო და იქნება გამომიწეროთ და ამასაბსკრაიბოთ რა გეღარდებით და თვალები გამოხედა ასე სათვალები მე მოსათვალე ეკეთა. ხო და იმიტომ იგანოს სამსათვალესო. ვანახე და არ ვიციო და მომიწყდება ახლა ეგ ახლა. იუ არა. ადაბანებე თავი მინდოდა რომ იპოვა ჩემი ეს YouTube არხი და მივუტანე და ეს მაწერია მას გეხორწებით ნახეთ თქო და იზაბელაო. არა მას იზაბელა არ დაწეროთ მეთქი. იამ კოდამ წერეთ და მიპოვით მეთქი რა და არ ვიციო მე ესენიო ვერ ვერკვევიო და მეთქი ნუ კაი მეთქი ნუ და დამისკრინ კი არა და გამომიგზავნეო. და გამეხარდა მეთქი რა მაგარი არის და მივედი თუ არა ერთ მეორე დღესვე გადამგზავნე ლინკი. YouTube ლინკი, მაგრამ არაფერი არ მიწერია ესა YouTube და ესა მეთქი ნუ მიხვდება თქო და ვერაფერს ვერ ვგებულობ და ამასაბსკრაიბა თუ არა ან საერთოდ მიპოვა თუ არა და მიხვდა თუ არა რომ ეს ჩემი YouTube გვერდი იყო და რაც სისხლი არ გამიგზავნია. მომთავრო. დღეს ეს იყო ჩვენი ბოლო ის. იმედია ამ კონკრეტულ ვიდეოზე ჩემი კონკრეტული მასწავლებელი არ ნახავს რომელიც ძალიან მებავშვება და ჩემი ბავშვობა, ანუ გულისხმობ ჩემი ბავშვობა არის. თეატრზე სიარული იმის გამო დავიწყე რომ ცალკე რომ მე მსახიობობა მინდოდა და მეთქი რაღაც ამოცილებას მომცევსკო და უბრალოდ რომ მიექცია წიგნებს კითხვა დავიწყე. უბრალოდ რომ მიექცია ამ ადამიანის დავიწყე თეატრში სიარული. პატიჟებდი ჩემს სპექტაკლებზე და ყველაზე ირონიული რაც არის და მორალური დამანგრი არის ის რომ არსად დაპატიჟებული სპექტაკლზე არ მოვიდა. მე არ ვანებებდი თავს, მეთქი ჩემი გავაკეთო, მე დავპატიჟო და მე თუ არ მოვიდა თვითონ თავის საქმე არის ხო და მართლა არ მოდიოდა. ყველა დავწერ წიგნების კითხვა. ყველა გავაკეთე YouTube-ის, ყველა ვანახე ჩემი YouTube-ზე, ყველა ვანახე ჩემი მოსაწვევები სპექტაკლთან დაკავშირებით. მე კი წამად გაახლა თეატრში დავდიოდი, მაგრამ ვისი ყურადღებას მინდოდა მიმექცია იმან, არ მომაქცია ყურადღება და ვერ შემნიშნა. დღემდე გვარით მომართავს. მამა მოგეყვეთ თუ მომართა სახელით, ესე იგი მეცოდინება რომ ეგ ვიდეო ნახა, ბულემდე უყურა და ვიაცა დამპანმა ბავშვმა ჩაუგლა ვიდეო და თუ ვერ ნახავდა ვიდეოს. რამდენს კადრულობ მე ახლა.
არა. ხელები ამიწევია რა. ნახონდის. კაი მართ ნახონდის.